ნაოჯოთ მეგობრებო, მოკლედ დღეს კიდე ერთ ვიდეოს შემოგთავაზებთ. აქ აქვს ორი სხვადასხვა ჟილეტი, ფილამატარებელი, plate carrier-ი, განტვირთვის ჟილეტი, ზოგი ჯავშან ჟილეტსაც ეძახის, თქვენაც გინდათ ის დაუძახეთ, თუ გინდა შეჩემა დაუძახეთ, თავარია აქ არის და შეგვიძლია გამოვიყენოთ. ერთია 200-ის, აი ასეთი საბრძოლო, უშუალოდ საბრძოლო დანიშნულებით გათვლილი ჟილეტი, დაკომპლექტებული საკმაოდ ისე მსუყეთ და მეორე არის ჩინური იაკედას ჟილეტი, სუბუქად დაკომპლექტებული და ვისაუბრებთ. დაკომპლექტებაზე დღეს დიდად თავს არ შეგაწყენთ, ეგ გემოვნების და საჭიროების საკითხი უფროა ვიდრე სხვა რამე, ერთი ღირს 600 ლარი, 650 ლარი დაჯდა სადღაც სახლამდე, გადახდიდა სახლში მოვიდა ჩაგიცვათ და მეორე დაჯდა მაგ მდგომარეობაში 150 ლარი. ფოუჩები ორივეს მოყვა და მე თუ გითხავ რაც საჭიროა ორივეს ის ყველა ფოუჩი მოყვა, იაკედას რაც საჭირო არ არის ის მოყვა. დავხსენით სუნთელი 8-9 ფოუჩი მოყვა. ჩანთებით იყო დახუნძრული საერთოდ და რაღაცები შეუცვალე, მაგრამ ორივე კარგად გაწყობილი მოდის, ასე ვთქვა და ეხლა ვისაუბრ. მაგალითად, რატო უნდა გადაიხადო ამაში 600 ლარი, როცა არსებობს 150 ლარიანი ჟილეტიც მაგალითად და როდესაც არსებობს საბრძოლო გამოცდილი, დატესტილი, ნაომარი, ნაფრონტალი ჟილეტები, რომელიც გამოცდილია და ყოვლად სანდოა, ამ დროს ჩინური ჟილეტი რატო უნდა იყიდო რაღაც მიზეზებს. უფრო მაგ მიმართულებით ვისაუბრებთ და ერთი ჯობია და რატო ღირს ეს 750 ლარი და რატო ეს ცუდი და რატო ღირს 150 ლარი. იდეაში ცუდი არც ერთი არ არის. ფასი ხარისხთან მიმართებაში მით უმეტეს, მაგრამ ხლა ეს რომ იმჯობინება ამას, ეგეც ხო ის არის. მოკლედ, თავიდან ვისაუბრებ, მოდი Warriors-ზე, რადგანაც ძვირია გადახდილი და უფრო უკეთესია. თან ძიმეთ არის დაკომპლექტებული, შეიძლება ითქვას, ეხლა აკას მჭიდები ალაგია, აკა-ემის მჭიდები და საკმაოდ მუდრეგი მჭიდებია ესენი და ამის ფოუჩებში თითოეთო ჩადის და ასე გამოვა 5 მჭიდიანი, მაგრამ ცოტა თხელი პროფილის, მაგალითად იგივე არტ 15-ის მჭიდებს თუ გამოიყენებთ, ან აკა 74-ის მჭიდებს, აქ უკვე 2 ცალი ეტევა შიგნით. გინდა მაგარი რაღაცა გითხრა? დამავიწყდა ეს რომ აქ და კიდე ისე უყვირი ვარ როგორც სალამ მიკროფონს ვიშოვიდით. პატარა მჭიდებს თუ ჩაალაგებთ 2 ეტევა და 10 მჭიდი გამოდის უკვე, თუ დიდ მჭიდებს ჩაალაგებთ 5 მჭიდი, რაც საკმაოდ ისეთი მსუყე რაოდენობა. მოყვა ჩანთა თავისი 1000 ხარახულის ჩასაყრელად, საკმაოდ კარგი ხარისხიანი და მოყვა 1 თუ 2 რაციის ფოუჩი. მოწედა რაღაცა, 1 რაციის ფოუჩის. ერთი მხარე სწრაფ გახსნაზეა, სწრაფად რო გაიხადო მაღლიდან, ან არ გაიხადო, რა ვიცი. მოკლედ, ეს არის უშუალოდ ფილებზე გათვლილი, სახრა არ არაგია რომ სუბუქი იყოს, მაგრამ საბრძოლო ფილებზე გათვლილია, უკრაინის ომშიც იყენებენ. კომფორტული სახმარია, მე თვითონ უშუალოდ ეს ჟილეტი ცმია ფილებთან ერთად 1 და 2 და 3 დღეც გადაბმით სხვადასხვა ვარჯიშების დროს, ისევე როგორც ახლო კონტაქტურ ბრძოლაში ვარჯიშის დროს, შორს პოლიგონზე, მიზანზე სროლის დროს და ძალიან მართლა კარგი სახმარია. საერთოდ ვერ იგებ რომ გაცვია, მე თუ მკითხავ და მორგებული იდეალური ჟილეტია. პლუს ამას ძალიან მუდრეგი გამძლეა. უკრაინის ომიც ყოველდღურად ამას ადასტურებს და ღირს არ არის ეს გადახდილი ფული, ეს არის დაბანდებული კაპიტალი ჩვეულებრივ. შიგნიდან დარბილება აქვს, სუნთქავს. ზემოთ მხარეს სადაც კისერზე და ყელზე შეიძლება გედებოდეს, ის ძალიან კარგია და ამის ეს განსაკუთრებით ესენი მიყვარს სამხრეთ. მით უმეტეს მას შემდეგ შემიყვარდა რაც ეს ვიყიდე და უბრალოდ ნაჭერია გადაყრული სამხრეთზე. მოკლედ. ეს ჩვეულებრივ შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო როგორც ქვეითი ჯარში მებრძოლებს, ისე საპოლიციო ქვედანაყოფებში, ისე სადმე თუ ვინმეს უნდა, ვიდესაც აქვს და შეიძლება შარიან საქმეს ეწეოდეს და ფილები და ჟილეტი დაჭირდეს, აი ნებისმიერ ქვედანაყოფში თამამად შესაძლებელია ამის გამოყენება
მოლეპანელით დახუნძრულია და შენ როგორც გაგიხარდება, ისე შეგიძლია გადააწყობი თუმცა სამისი მილიონაირი აქსესუარი ყველგან ყველაფერში იყიდება რა. და მეორე მხარეს გვაქვს ჯეკი ჩანის ბიძაშვილის ხელით შეკერილი იაკედა, ნუ ეს გვერდები მე დაუყენე, ანუ დიდად არც არაფერში არ ეწერა, ამისგან განსხვავებით და შეგიძლია რაღაცები გამოგადგეს. ამის გვერდები კობრა ჩამკეტზე იყო და თული ჩასაკეტი იყო ჩაცმის დროს მოუხერხებელი ორივე ხელის დახმარება ჭირდებოდა, ამიტომ ეს სწრაფ ჩამკეტებზე გადავიყვანე. რატო უნდა იყიდო ახლა ეს არც იმაზეა გათვლილი რომ ფილები ატარონ უძლებს ცალსახად უძლებს მივარ მადამდე, მაგრამ არც იმაზეა გათვლილი რომ ფილები ატარო, არც საბრძოლო დანიშნულებით მithumetes საერთოდ უნდა იფიქროთ ამის გამოყენებაზე. იმაშიც საკმაოდ ეჭვი მეპარება რომ დიდხანს ხოხვას, ფორტხვას და რაღაცეებს გაუძლოს, იმიტომ რომ აი თუნდაც აქ ეს როგორი ნაცვეთის არის და მე რაც მიხმარია მარტო ნათხოვარი მეგობრისა და იმისგან გამორთმეული, იმას ეს გაუძლებს, მაგრამ ასე კარგ მდგომარეობაში აღარ იქნება შემდეგ. მაგრამ მაინც აქ ამას თავის დანიშნულება. პირველ რიგში აირსოფტი და მაგათ თავიანთ ცხოვრება აქვს. მეორე, რეალურად ეს მართლა უძლებს ფილებს და თან ძალიან მარტივად და ძალიან საიმედოდ კეტავს. მართლა საიმედოდ მიცდია, მიტარებია ფილებით, საკმაოდ დიდი მანძილით და კეტავს. კომფორტისგან შორს არის და სიტყვა კომფორტი ამასთან არც უნდა ახსენოთ, მაგრამ იმ ფასში რაც არის, თავისუფლად ატარებს. ამ ჟილეტს მე პირადად რეკომენდაციას გავუწევდი, აი თუნდაც ჯარში, თუნდაც ისე, აი მაგალითად როგორც მე ვარ წამოსული თავდაცვისალებიდან და უბრალოდ ვარჯიშობი არაღი მიყვარს და რაღაცა, ასეთი ძვირიანი აღჭურვილობა რო არ მოსხო, უბრალო ვარჯიშის დროს თუნდაც როგორც ახლა ეში გასართობად გამოსული, 150-200 ლარი რო გადაიხადო და იყიდო ესე იაფი ბიუჯეტური რაღაცა, შვენიერია, იხმარ, მოერგები, მოეწყობი, მიეჩვევი ჟილეტის ტარებას და ღმერთმა დაგიხაროს, თუ საჭიროება დაგიდგა ის საბრძოლო ჟილეტი დაგეზოგება. აი ეს არის ჩემი აზრით ის ერთადერთი გამართლება, რაც ამ ჟილეტს არსებობას აქვს, როდესაც მასში აი ასეთი საბრძოლო ვაზნებით გაწყობილი ჭიდები ლაგდება ხოლმე. დარჩენი ამ ჟილეტის ყოფნა და იმედად ყოფნა, რავი, ჩემთვის მაგალითად ცოტა ისეთი თემაა რა. კი, უკრაინის ომში ესეთი ჟილეტებიც მინახავს, რომ იყენებს ხალხი, რო გაგიჭირდება შეიძლება უბრალოდ საიზოლაციო ლენტითაც გადაიკრაზე და დაიმაგრო ფილები, ხომ გაჭირდება სხვა რამეა, მაგრამ როდესაც ვსაუბრობ ჩვენ მშვიდობიან სიტუაციას, სადაც ომი არ არის და ბომბი არ მეცემა თავში, იმ დროს არის საშუალებაც პლუს ახლა 5000 ლარი იარაღში გადაიხადე და ზემოთ ბიუჯეტი, უფრო ნაკლები ბიუჯეტი ფაქტობრივად აღარ არის. ერთი 500 ლარი მჭიდებში დახარჯე, 1000 ლარი სამიზნეში დახარჯე, 700-800 ლარი მაინც ფილები ჯდება, იყიდე ფილები, ნუ იქ კი 500-600 ლარი ჟილეტისთვისაც უნდა გადადო რა ადამიანმა. ლოგიკა ეგეთია, მაგრამ პლუს ამას იაფად ესე რო არ დაგენანოს ბარდებში რაღაცეებში გაიხლარ თუ გამოიხლარ თუ არ დაიხეს რაღაცა, ამის დანიშნულება ჩემთვის ეგ არის. კი კიდევ ვიძახი, უძლებს, აი სალსახად უძლებს და ბევრი იტყვის, რომ აი ცირამე ფილები მილაგია და შეიძლება წლობით გელაგოს ფილები და გაუძლებს. მართლა გაუძლებს. ერთი თქვენ მქონდა წინა ჩალაგებული, ჩამოკიდებული და გაუძლო, არ დაწერილა, არ დაფხრეწილა, არ გაფუჭებულა, თან ყველაზე მძიმე ფილები მაქვს, რაც იშოვება ფაქტიურად, კერამიკული ფილები მელაგაშიგნით. მეორე ის, რომ გადმოხტომა, გარბენა, გამორბენა, რაღაცა მორგება, მართლა მორგებადია და ყველაფერი, ანუ ამერიკის შეცვლად შეგიძლია ყველაფერი იყიდება კაპიკებში, ეს ყველაფერი უყიდეს. სამჭიდეები შევცვალე, უკან რაღაცეები შევცვალე, გავაუმჯობესე, შეძლების საყვარად, მაგრამ მოდი რა, მაინც არ არის ეს ის რაც უნდა იყოს. საბრძოლო ჟილეტისგან ძალიან შორსაა. თუმცა იაკედას ფრენს დიდ პატივს ვცემ, ძალიან ბევრი რაღაცა მიყიდია იაკედასი, გამომდგომია, კარგია, არ ცუდია, ვისაც გაქვთ ილოცავთ, მაგრამ უფრო დიდი სიხარულით მოგილოცავთ, ვისაც ასეთი საბრძოლო ჟილეტი გაქვთ. ნუ ეს საბრძოლო ჟილეტი ჯარისკაცების გარდა სამოქალაქოებს რაში გამოგადგებათ, ვარჯიშის დროს, თნების დროს იარაღთან ერთად ჭიდების გადატანა, გადმოტანა, რაღაც აქ-იქით, ასე შემდეგ ძალიან კაი რამეა და პლუს ამას კომფორტი აქვს კიდე გაცილებით მეტი რა. შეიძლება 6-ჯერ მეტი კომფორტი არ გქონდეს, მაგრამ
ის 400 ლარი მართლა ღირს რო გადაიხადო ზედმეტი და კონდეს კარგი ვიდრე ფიმ-ფამფუ. რამდენი 1000 გაუნწერს დავხვდეთ ეს ბილეთი. 5000 გაუნწერზე? და 5000 გაუნწერზე ლუკა ამობს რომ აი ამ ჟილეტს დავხრეტავთ და 10000 გაუნწერზე მივავალ რომ ამ ჟილეტს დავხრეტავთ და ჩივინთ ფილაციდება. გამოიწერთ. კაი აზრია. შეთავაზება მშვენიერია. 20000-ზე ეს დავხრიტოთ. 20000-ზე ლუკას დავაჩალიჩები რომ 2-2-ს დავხრიტოთ. ოღონდ 20000 გაუნწერზე მალე უნდა ავიდეთ თან. მოკლედ, სულ ეს იყო რაც მინდა მეთქვა ახლა მასალაზე, ეს არის კორდურა, კი ბატონო, ეს ნეილონია, კორდურა უფრო გამძლეა, უფრო სასიამოვნოა, ხელსაც რო კიდევ ახლა მე მკერავი არა ვარ, მაგრამ არც მატერიებში დიდად ვერ ვერკვევ, არა, იკაცლებით სასიამოვნო რაღაცა, ვიდრე ეს. ხარისხი ორივეს აქვს, მართლა ძალიან გამძლეა ეს. იაკედა, მაგრამ აი ამას ხელს რო კიდებს სხვა რამეა რა. ტანზე გაცვია ხო მამაძალი, კარგი უნდა გეცვას. აღარ მინდა ეს ჟილეტი ეს მინდა. გამოიწერეთ არხი რომ ვინმე ესეთი მიყიოს, რომ ჩემი ნაკიდი ეს აღარ მინდა, ეს მინდა. თავი ვიგზენით სულად ეხლა. გამოიცე დეიდემო ვიდეო თქვენ ლაბასტორი გამოიცე ასეთი მინდა. სამაგერთ მოუგეთესი იარაღი მაქვს. გულსვიმშვიდე. სუეცი იყო რაც მინდა ამ ჟილეტებზე მეთქვა, ორივე აქვს თავის დანიშნულება, ორივე კარგია, მაგრამ ორივე კარგია რა. ორივე მართლა კარგია. 2-2-ც კარგია, 2-2-ც კარგია და იაკედანც კი თავის ფასიდან და ხარისხიდან გამომდინარე შეფარდებით თუ ფასებთ ფასი ხარისხს მართლა ძალიან კარგი რაღაცაა და მართლა სავარჯიშოდ სათრევად გადმოსატანად სწავლებებისთვის განსაკუთრებით ქვეითებში სადაც ხელფასი არ არის რომ მოვიდა გინდა მოხერხებული ჟილეტი და თუ აძლევენ ამ სუფლებას თავისუფლად გაუწევ რეკომენდაციას რომ სწავლებებისთვის ასეთი ჟილეტი გქონდეთ. ეგ იყო და ეგ